ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ბატონო იმერი, თავშივე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივი არის თქვენი სტუმრობა ჩემთან და მადლობა, რომ დღეს ჩემთან იმყოფებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში და ცოტა ესეთი შთაბეჭდილება რაღაცა ისეთი მისტიური. ნახოთ, რამდენად მისტიური გამოგვივა დიალოგი, თუმცა ის რომ ის იქნება ძალიან საინტერესო, ეს ჩემი აზრით გარდაუვალია და წინასწარ მადლობა ამისთვის. ვინ არის იმერი კავსაძე? იმერი კავსაძე არის მომღერალი, რომელსაც ფანატიკურად უყვარს თავისი საქმე. დაწყებული იმ დღიდან, რომ გადავწყვიტე ყოფილიყავი მომღერალი. აი მთელი ჩემი უზარმაზარი კარიერის განმავლობაში აი ეს თავგადადებული მუშაობა არ შენელებულა ერთი წამით. ამას სიყვარულიც კი არ ქვია, რაღაცა ზე ბუნებრივი დამოკიდებულება ამ საქმისათვის, რომლისთვისაც მე აი გადავდე ჩემი მთელი ცხოვრება. რაშია საქმე? რას ვიძახი თავის გადადება, იცით? იმდენად განსხვავებული იყო ჩემი მთელი ცხოვრების რეჟიმი, რომ იწვევდა ჩვენს ახლობლებში, მეგობრებში გაურკვეველ გრძნობებს. რა არის ასეთი, რომ ამ კაცს ასე აქვს თავი გადადებული ამ საქმისათვის. და მე რო გითხრათ, ვამაყობ, არა, მაგრამ შემიძლია ერთი სიტყვით მიმართო სულას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გამოვიდეს მომღერალი, უყვარდეს თავისი საქმე ისე ფანატიკურად, აი როგორც მე. თქვენი გადაწყვეტილება რა საკში იყო, რომ გამختارიყავით მომღერალი? ესე იგი სკოლის მაღალ კლასში ვიყავი. რომ გადავწყვიტე მომღერლობა. მომღერლობა რა მხრივ იცით, რომ დამეწყო, ასე ვთქვათ, სწავლა სიმღერის პროფესიული საქმით. ეს მე ვიყავი უკვე სკოლის მე-10 კლასში, რომ პირველად მომისმინა გიორგი თაქთაქიშვილი იყო ვიოლონჩელისტი. პედაგოგი იყო, პროფესორი იყო. გიორგი მომისმინა და თქვა რომ თქვენ უნდა პროფესიულად, ასე ვთქვათ, მიხედოთ ამ საქმესო. და იმაშინ იყო გადაწყდა ის ამბავი, რომ ესე იგი უნდა ვინმეს მოესმინა უკვე ვოკალისტს. ამ პერიოდში დათიკო გამრეგელი თბილისში იყო ჩამოსული გასტროლებით. და დათიკო გამრეგელი იყო მამაჩემის დიდი მეგობარი, ჯერ ომამდე. და როდესაც მე მივედი სპექტაკლის შემდეგ, გამოვეცნაურე, მე ვთხარი, მე დათაშკა კავსაძის შვილი ვარ, გაგიჟდა. ისე მიმიღო და მე ვთხარი, თუ შეიძლება რომ თქვენ მომისმინოთ, კი აუცილებლად და დავნიშნეთ დღე ოპერის თეატრში დამიბარა, მომისმინა და გადაწყვიტა რომ ვინმესთან გავეგზანე, ან ყოფილიყო საშუალება რომ მოესმინა პედაგოგს თბილისის, ასე ვთქვათ, სასწავლებლებიდან, ან კონსერვატორიიდან, ან აწლედიდან და გადაწყდა რომ მომისმინოს ქალბატონმა ანა ჩიჯავაძემ. ანა გიორგევნა, ესე იყო ცნობილი მუსიკალურ
საზოგადოებაში პედაგოგი იყო და 10 წლებში ამიყვანეს ანა გეორგიევნას კლასში. სიმღერა, რაიმე მელოდია, თუნდაც არია, რაიმე, რასაც ყველაზე ხშირად ღიღინებთ, რა არის? ხანდახან ყოფილა ისე რომ მთელი დღე, მთელი ღამე არ დამძინებია, არ დამაძინა რაღაცა გარკვეულმა მელოდიამ. მაგალითად რომელმა? ნუ მაგალითად ყოფილა კავარადოსის არია. ის არა მესამე აქტში როა, არა. Recondi d'armonia di bellezze diverse e bruna floria l'ardendia me. საოცარი. ძალიან დიდი მადლობა. ეს უფრო მიყვარს, იცით, ეს არია, რა თქმა უნდა, ისიც ელოჩა ვან ლესტელეს გადასარევია, მაგრამ ეს უფრო თქვენია. რატომღაც ჩემია კი. Central Park Towers-ი 2.42 სართულიანი ნაგებობა ქალაქ თბილისის ცენტრში Central Park-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის კომპლექსი, სადაც იქნება განთავსებული ბევრი მაღალი დონის სარესტორნო სივრცე, ასევე ყველაზე დიდი event hall-ი ჩვენს დედაქალაქში, გათვლილი 5000 ადამიანზე და ასევე მაღალი ხარისხის ძალიან ცნობილი საოპერაციო ბრენდის საშოპინგე სივრცე. და რაც მთავარია, ეს არის შესაძლებლობა გქონდეთ საკუთარი სასტუმრო ნომერი Radisson Blu's ოპერირების ქვეშ. ეს არის 300 მილიონიანი პროექტი და რა თქმა უნდა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. რამდენად რთული იყო თქვენთვის თქვენი პროფესიული გზა? დავიწყოთ იქიდან, რომ მე ინსტრუმენტს არ ფლობდი. ვერც ერთ ინსტრუმენტზე ვერ უკრავდი. მე და ჩემი ძმა 10 წლებში ვსწავლობდით, კახი იყო ფორტეპიანოზე, მე ვიყავი ვიოლინოზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, ხალხის მტრის შვილები გამოგვიშვეს 10 წლედან. და 10 წლებში მოხვედრა არ იყო ადვილი. ეხლაც ეგრე ქვია, ნიჭიერთა 10 წლედი. მაშინაც ასე ერქვა. მეც მაგ დამთავრებული. თქვენ ვიცით. აი ეს ხალხის მტრის შვილის ფაქტორი რამდენად მძიმე იყო თქვენთვის? იმ ხრივ რომ ჩვენ გამოგვაგდეს. მე ამას უძახი გამოშვებას კი არა, გამოგვყარეს სკოლიდან. 10 წლედან ჩვენ გამოგვყარეს. და კიდევ მაშინ სტიპენდიას ვიღებდით მეც და კახიც. და რომ გაგვიშვეს, ასე ვთქვათ, სტიპენდიას მოიხსნა. მოიხსნა ერთია და ის რაც მოგცეს, დედაჩემს უკვითავდნენ ხელფასიდან. ეს იყო, იცით, შეურაცხყოფა ცოტა ძნელია, რო თქვა. ეს სილა, აი ესე გაგაწნა. ბატონი დათიკოს ამბავი, თქვენი მამის ისტორია, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? როგორ მოხდა და ძალიან ისეთი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა მამა ჩემი, როდესაც დაიწყო ომი. მამა იყო ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ერქვა მაშინ. ეს ეხლა ერისიონი რომ არის. ამისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. და როგორც მოგეხსენებათ, მაშინ იყო ისე რომ ჯავშანი ერქვა, ვისაც იცავდა ომში წასვლის გაწევას. და მამა ჩემს ჯავშანი არ მიუღია. რო აღმოჩნდა, რომ ის სოლისტი, რამოდენიმე სოლისტები, ვინც წარმოადგენდნენ ანსამბლის ბურჯს, მიიღეს ეს ჯავშანი და სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გაიწვიეს. და მაშინ ისე არ იყო, რომ მე ისი და წავალ იმას ვეთყი და მაინც არა დაველოდოთ. არ მოვიდა, დრო არის. გათავდა, მორჩა.
გაწვეული ხარ. და მამა ჩემი მოხვდა ქერჩში. და ისეთი ამბავი იყო ქერჩში, ხა დედა მე გადასახლებაში რო ჩავიდა მამასთან. უთხრა რომ ზღვა ცეცხლი ეკიდაო. ისეთი ბრძოლები იყო. და ეს ახალგაზრდულები თოფი თვალითაც არ ქონდათ ნანახი. ელოდებოდნენ იმის მოკლავდნენ და მის თოფს აიღებდნენ და რაღაც ვითომ ისროდნენ. რის მებრძოლები იყვნენ. ვინ იყო? დადაშა კავსაძე მომღერალი კაცი რა უნდა ებრძოლა. ხო, მაგრამ ჩავარდა ტყვეთ. ტყვეთ ჩავარდა, ხო? ტყვეთ ჩავარდა. და ტყვე მაშინ ითვლებოდა ხალხის მტერი. ტყვე არ ქონდა უფლება თურმე ტყვეთ ჩავარდნისა. შენ უნდა ან გაგემარჯვავ და მომკვდარიყავი. რომ დამთავრდა ომი. მე უკვე ანთავისუფლებდნენ და ახლა გადავახტებით უბრალოდ. კი ბატონო. წლებს იქ მამამ გააკეთა ანსამბლი. გადასახლებაში გააკეთა ანსამბლი ტყვეებისაგან ანსამბლი. ტყვეებისაგან ქართველი ხალხი სანუ და დადიოდა ლაგერებში და ეძებდა ბანაკებში უკაცრავად. ეძებდა თუ ვინმეს შეეძლო ქართული სიტყვა ეთქვა, თუ ხარ ქართველი, თუ იცი ქართული, მე ქართველი ვარ, ხო, მე თბილისელი სომეხი ვარ, მე ებრაელი ვარ, მოდი, გამოდი. ეს იცით აიყვანა ყველა მის შეხვდამ ბანაკებიდან და გააკეთა ანსამბლი. იქ კი რაღაცა გავრკვევლობა რა არის კაცო, ამბავია, ყველა მღერის, არ მღერის, მაგრამ ხალხი ნავანდყოფარია, ნატყვეური უბედურებაში ნაცხოვრები. კი ბატონო. წარმოიდგინეთ რა დღეში იყვნენ ტყვეები. და ამათგან შექმნა ანსამბლი, რომელმაც მოიპოვა ძალიან დიდი პოპულარობა ევროპაში და კონცერტებსაც აძლევდა. მამა რო დამთავრდა ომი, წამოვიდა, ესე იგი მოსკოვამდე ჩამოვიდა. მოსკოვში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ დარჩენილიყო მოსკოვში ცოტა ხანი, მაგრამ 5 წელი არ მინახია ოჯახი, ცოლ-შვილი და წამოვიდა. მოდის მატარებლით, ჩვენ ვიცით, ჩვენ ბემზადებით შესახვედრად, არ იქ ერთი ამბავი, ჩამოდგა მატარებელი, აბარდა დედაჩემი, იცით რომელ ვაგონშია, არ არის, ჩამოვარდა, არ არის, დადაშკა არ არის. როგორ არ არის, ხა მე და კახი ვდგევართ, ასე პატარა მივარ. მერე ვიღაცამ თქვა რომ სოჩაშიო ამოვიდენო ვიღაცებიო და გადაიყვანეს სხვა ვაგონშიო. ასე უკვე აყვანილია. და მერე გაირკვა რომ გადაიყვანეს სხვა ვაგონში, იმიტომ რომ ყოფილიყო რკინიგზის MVD-ს ხელში. და ეს კიდე ექვემდებარებოდა რუსეთს. მერე გაირკვა რომ დათაშკა კავსაძე რომ ქართველების ხელში ყოფილიყო, რას და ექნებოდა როგორც ღმერთიო კაცო, რომ ყოფილიყო დაჭერილიო, რომ ყოფილიყო ტყვეთო, რომ ყოფილიყო გადასახლებაში მას როგორ გაუშვებდითო. მაგრამ რაღაცა რუსეთის ხელში იყო, ამიტომ მაგენი არავის არაფერს ეკითხებოდნენ. მიუსაჯეს და მანამდე დედაჩემო მოახერხა ჩვენი მამასთან შეხვედრა. გახსოვთ? მახსოვს. იცით როგორ ესე ბუნდოვნათაც არა, თითქოს გარკვევით მახსოვს ესე მამა აბსოლუტურად თეთრი, გათეთრებული. და ამავე დროს თვითონ ემოციებისაგან თუ რის თეთრი იყო და ეს უკანკალებდა ხელი. აი ეს. და ჩვენ დაგვისვა. მე და კახი მუხლებს. და ვითომ ნოტები რომ გადაწყდა რომ და შეხვედრებით წამოიღეთ ნოტებიო.
რა იციანო და რაღაცა ნოტები წავიღეთვით. აი ეს მე ეს დაუკარი და მე ესა და აი და მამა თურმე გვაგვირდება. ეს იყო ერთი შეხვედრა და შემდეგ უკვე ამ რკინიგზის სამმართველოდან რო გადაიყვანეს ციხეში. უკვე ორთაჭალის ციხეში. მაშინ მოახერხა დედამ შეხვედრა და ნახეთ მაშინ ესეთი რკინის ბადე იყო იქიდან ისა და უკვე სხვანაირად იყო. რო რაღაცა მოსულიერებული იყო და ლაპარაკობდა რაღაცაზე, ხლა კახის ახსოვდა, მე იმდენად არ მახსოვდა რომ რაღაცას ესეთი რო გითხარით რომ კაცო ის დროზე ვიყავით მიდითო რაღაცა უნდა იმიტომ რომ მე თუ გამაგზანესო ეს მახსოვს იქიდან გვეძნელიაო ეს დამამახსოვდა ბატონი კახი ახსენეთ და შეუძლებელია ამ თემაზე არ კითხოთ მე რამდენადაც ვიცი თითქოს დღემდე ვერ შეეგუეთ ხო მის არ ყოფნას კი ჩვენ შევიზარდენით როგორ ტყუპები ისე ვიყავით იმიტომ რომ 2 წელი იყო განსხვავება ფიზიკურად იყო ჩვენ შორის დიდი განსხვავება თორე წლებით ზუსტად 2 წელი ისე გავიზარდეთ ჩვენა რომ აი ამდენი წელი გავიდა ხო მე არ მახსოვს რომ ჩვენ შორის რაღაცა სერიოზული ლაპარაკი ყოფილიყო აი დედას გეფიცებით იმიტომ კი არა რომ ხახავა კახი არა და მაინც უნდა ვთქვა რომ არა მართლა არ ყოფილა როგორ გადაიტანეთ მისი არ ყოფნა და დღეს როგორია ეს ყოფა მის გარეშე ძალიან ძიმედ ძალიან მიუხედავად იმისა რომ ფაქტიურად მე ამ კაცის წასვლა ვერ შევიგრძენი დღემდე იმიტომ რომ კახი ჩემგან არ წასულა მის ყოფნას მე ვგრძნობ აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში მაქვს ისეთ შექნება რომ აგერ მოვა ეს კაცი ან დამირეკავს ხშირად ჩვენ ხო რომ დღეში ერთი 20-30 ჯერ ის ვერეკავდა მე ვერეკავდი ის ვერეკავდა მე ვერეკავდი სულ აი ველოდები რომ აი დარეკავს და კახის ნომერი მობილურის ეხლა ირაკლისა აქვს და აი მე მიხარია რომ აი ეს ნომერი არის მაინც რაღაც დაფიქსირებული არის რამე ისეთი რაც ვერ მოასწარეთ მისთვის ან რო გეთქვათ კი მაგალითად რა არის იცით მე ბოლო 22 წელი ვიყავი საზღვარგარეთ მუშაობდი და მე აი ეს დამაკლდა მასთან ურთიერთობა აი ისეთ პერიოდში უნდა ყოფილიყავით აი რომ ადამიანი ხანში რო შედის მაშინ უფრო რაღაცა თითქოს ერთიანდება ჯერ იყო ასეთი დიდი განსხვავება ხო მე როგორ უფრო ნაკლები და მე თითქოს აი ეს რომ ბოლო ცოტა ხანი ვიყავი ფაქტიურად მე 2013-დან 21 წლამდე აი კახის წასვლამდე და ეს დაკარგული დრო არ შემეძლია თქვა იმიტომ რომ რაღაც გარკვეულწილად ჩემი როგორც ასეთი პროფესიონალისტვის არ იყო დაკარგული მაგრამ ურთიერთობისთვის იყო დაკარგული რას ეტყოდით ახლა რო ისმენდეს ერთხელ მაინც ვეტყოდი კახი გენაცვალე ერთხელ არა მაგ სიტყვა თქვა ერთხელ აი კახი რომ ვეთხოვებოდი ემაში უთხარი მე კახის აი თეატრში აი რომ გადაუშვე ულაშებზე და გადაუშვე წარმები ქონდა ასე და გაუსწორე აი მაშინ უთხარი მაშინ ჩავჩორჩოლე უფრო ხშირად ვეტყოდი უფრო
ასე მგონია რაღაცა ეს სითბო ჩვენ ხო ძმები მარტო ვიყავით რა ჩვენ და არ ყოლია და დედა ჩემი იყო დედაც მამაც დაც მას და ყველაფერი ხო და ეს მე მგონი აი ეს რო დავაკელი შევეცდებოდი ეს უფრო ემოციურია ბატონო იმერი იმოდით ისევ თქვენ პროფესიულ სვლას დაუბრუნდეთ ჩვენ ვლაპარაკობდით დაბრკოლებებზე რომელიც თქვენ გააჟღერეთ რომ ბევრი გქონიათ ბავშვობა გასაგებია რეპრესირებული მშობლის შვილი როგორც თქვენ აღნიშნეთ სამშობლოს მტრის ხო მაშინ რაც აი ესეთი კლიშე დაარქვა სახელმწიფომ შემდეგ უკვე როდესაც წამოიზარდეთ როდესაც ესე ვთქვათ პროფესიული სვლა განვითარდა აი მთელი ამ წლების განმავლობაში რა შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენ ცხოვრებაში თუნდაც ყველაზე მძიმე შემთხვევა რა ყოფილა არა მძიმე ხალ დავიწყებ იმით რომ ან ხელის შემშლელი თუნდაც რა თეატრში რომ მოვედი გავიარე კონკურსი როგორი კონკურსი იყო იცით მთელი დასი თავიდან უნდა შემდგარიყო აბსოლუტურად ყველა სოლის უნდა გაევლო კონკურსი მარტო პეტრე ამირანაშვილი როგორც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ბათუ კრავეიშვილი აი მარტო აი მაგათ არ შეხებიათ ეს კონკურსი დანარჩენი აბსოლუტურად სულ ყველა და აი ამ კონკურსში მეც დავწერე განცხადება და კონკურსი გავიარე ამიყვანეს დაისი მიმღერე ევგენი ონიაგინი მიმღერე ჯამბაზებში არლეკინი მიმღერე მაგრამ მე იცით როგორი სურვილი მქონდა რომ რაც შეიძლება მეტი მემღერა მაგრამ იმ პერიოდში აღმოჩნდა რომ ტენორები იყო უამრავი და მე მინდოდა ბევრი სიმღერა გორკის თეატრში წავედი მიმღერე დებიუტი ამიყვანეს და მაშინ იყო რომ რეპერტუარი წავიდა ესე პირველსავე წელს მიმღერე რიგოლეტო ტრავიატა სევილიელი ფაუსტი დემონი უკვე მერე წამოვიდა მარგალიტის მაძიებლები და უკვე მეფისაცოლე ბორის გოდუნოვი იცით 7 წელიწადში რომელიც ვიყავი მე გორკის თეატრში 15 გორკის თეატრში ექსად იმაში გორკი ახლა არის ნიჟნი-ნოვგოროდი 15 პრემიერა ვიმღერე და როგორც ვიცი ის პერიოდია იმ პერიოდს უკავშირდება თქვენი შეუღლება ხო? დიახ აი ამას რომ მოვუყეთ მე საერთოდ ესეთი ორკესტრი მიყვარს იცით როდესაც ღერი გარდა იმისა რომ შენ გესმის ასე ვთქვათ შენი პარტნიორი გესმისა მე ვცდილობ მოვისმინო ორკესტრი აი იმიტომ რომ ის შენ გაძლევს ფონს გაძლევს შენ საღებავებს ასე რომ ვთქვათ პალიტრა და ერთხელ ბიჭო რაღაცა არფას სოლო აი არის რომელიღაცა მე მგონი ზაზაში იყო ეგ რაღაცა მომეწონა ხმა განახედე ორკესტრში აი დავინახე ქალბატონი ახალგაზრდა ქალი რომელმაც გამოსცა ეს არაჩვეულებრივი ბგერები და მაშინ იყო რომ რაღაცა ეს ბგერებმა მოგნუსხეს დიახ ბატონო იმერი შეგატყეთ რომ შეცვლილი გაქვთ მის ვარცხნილობა ეს რა არიცით როდესაც მიმღერეს პროექტი დაიწყო მაშინ რაღაც ოლაშევიჩი და არქისტრის ძალიან საამაყო იყო თქვენი მონაწილეობა და მეც ვიტყვი რომ მე დიდი სიამოვნება მივიღე მიუხედავად იმისა რომ თავიდან ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მაგრამ რატომღაც ისე გარემო ისეთი იყო რომ
მივიღეს სიამოვნება და ახლა აი აქედან მინდა მიმღერეს ყველა მონაწილეს და მთელ ჯგუფს დიდი მადლობა უთხრა, რომ მე ჩამთეს, მაგრამ ალბათ ირაკლის დამსახურება არის მაინც ყველაზე დიდი, რომ ირაკლი იყო მარტო ამ პროექტში და ის იყო ოჯახური პროექტი და ვიღაცამ ირინკამ არ მოინდომა რატომღაც არის დარჩა მარტო და მე ვუთხარი კი ბატონო მე მოვალ ოღონდ როგორც სტუმარი და აღმოჩნდა რომ სტუმარზე ცოტა უფრო რაღაცა განსაკუთრებული და ამიტომ მე დიდი მადლობა მინდა უთხრა აი თელ შემოქმედებით ჯგუფს. მე მადლობა მინდა გითხრა თქვენ ბატონო იმერი სამწუხაროდ ფორმატს რაღაცა კონკრეტული ქრონომეტრაჟი აქვს და იმდენად ძვირფასია თითოეული თქვენი სიტყვა რომ ჩვენ ვერაფერს ვერ ამოუჭრით მაქედან და უნდა ჩავეტიოთ იმ დროში რომელიც საერთო დრო არის მაგრამ ბოლოს მაინც კითხავთ აი ესეთ კითხვას დაგისვათ რომ რა არის თქვენი გზავნილი ერთი პერიოდი სადღე გრძელო მქონდა ასეთი გიყვარდეს შენი საქმე სიმღერა თეატრი ისე როგორც უყვარს იმერკავსაძეს ნამდვილად ეს იგზნობა თქვენ როგორც გიყვართ და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ იმ თქვენი გზისთვის რაც გაიარეთ რომელიც სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის იმ სითფოსთვის სიყვარულისთვის იმ ღვაწლისთვის რომელიც ჩადეთ საოპერო ხელოვნების საქმეში და მთავარი რა თქმა უნდა ნიჭი და შესაძლებლობები ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაგრამ იშვიათია ისეთი სიყვარული რომელიც თქვენგან მოდის რომელსაც თქვენ ასხივებთ და მე მინდა გისურვოთ ძალიან დიდხანს იყოთ ჯანმრთელად კარგად ისე მხნეთ როგორც ეხლა ხართ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ პირიქით